გამარჯობა მეგობრებო. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში ტარდებოდა Mobile World კონგრესი, სადაც smartphone-ის წარმოებმა კომპანიებმა წარმოგვიდგინეს სხვადასხვა სიახლე. კომპანია Samsung-მა, რა თქმა უნდა, არ უღალატა ტრადიციას და ახალ 360 გრადუსიან კამერასთან ერთად წარმოგვიდგინა ორი ახალი smartphone-ი, ეს არის Galaxy S7 და S7 Edge. დღეს მოდით ნახოთ, თუ რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთის და მათი წინა მოდელებისგან. დავიწყოთ. ტელეფონის დიზაინი Galaxy S6-თან შედარებით დიდად არ შესრულა. ტელეფონის კანტი დამზადებულია მეტალისგან, ხოლო წინა და უკანა მხარეს იცავს შუშა, რომელიც უკაცრავია. მის მარჯვენა მხარეს განლაგებულია ჩართვის ღილაკი, ქვედა მხარეს ხურსასმენის ჯეკი, microUSB შესაერთებელი, მიკროფონი და დინამიკი. მარცხენა მხარეს არის ხმის ამწევ-დამწევი ღილაკები, ხოლო ზედა მხარეს microSD-სა და სიმბარათის სლოტი და მეორე მიკროფონი. უკანა მხარეს არის 12 მეგაპიქსელიანი კამერა, ღამის განათება და heart rate სენსორი. წინ გვაქვს კამერა, ყურის დინამიკი, სხვადასხვა სახის სენსორი და LED ნათურა, ორი სენსორული ღილაკი, back და menu და ერთი ფიზიკური ღილაკი, რომელშიც დიდი სანაბერტი სენსორია ჩაშენებული. ტელეფონი ასევე დაცულია IP68 სერტიფიკატით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიხმაროთ smartphone 1.5 მეტრის სიღრმეზე 9 საათის განმავლობაში. ეკრანის დიაგონალი 5.1 ინჩს შეადგენს. მისი გაფართოება Quad HD-ია, ხოლო დამზადების ტექნოლოგია უცვლელია, იგი კვლავ AMOLED-ია. მას აქვს 577 ppi. ეკრანის ფერები ძალიან მკვეთრია, ფერთა გამა იდეალურია და ხედვის კუთხეებიც ძალიან კარგი აქვს. კამერა S7-ში ცალკე ყურადღებას იმსახურებს. მას აქვს 12 მეგაპიქსელიანი dual pixel კამერა, რომლის დიაფრაგმის ზომაც 1.7-ია. ეს ჯერჯერობით რეკორდული მაჩვენებელია smartphone-ში. მას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია და უსწრაფესი ავტოფოკუსი. იგი ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ძალიან სწრაფად ახდენს ფოკუსირებას ნებისმიერ ობიექტზე, რაც ძალიან მოხერხებულია და ნამდვილად დიდი პლუსია. კამერის აპლიკაციაში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა რეჟიმები, როგორიცაა Pro რეჟიმი. მის მეშვეობით თქვენ ხელით გაასწორებთ თუნდაც ISO-ს მცნობელობას ან ფოკუსურ მანძილს. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ Selective Focus-ის რეჟიმი და უკვე გადაღებულ სურათზე ვცვალოთ ფოკუსი სხვადასხვა ობიექტზე. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გადაიღოთ პანორამული სურათიც, გადაიღოთ ვიდეო კოლაჟი და სხვა. ვიდეოს S7 იღებს Quad HD რეზოლუციით 30 FPS-ით, ხოლო HD ვიდეოს 60 FPS-ით და HD ვიდეოს 240 FPS-ით. წინა კამერა ასევე გაუმჯობესდა. იგი 5 მეგაპიქსელიანია და მისი დიაფრაგმის ზომაც 1.7-ია. Galaxy S7 მუშაობს Samsung-ის წარმოების Exynos-ის ჩიპსეტზე, რომელიც 8890-ია. მას აქვს 32 შიდა და 4 GB ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერების გაზრდა 200 GB-მდე შეგიძლიათ. თამაშის დროს ტელეფონი ძალიან კარგად მუშაობს. იგი სწრაფია, არ ჭირდავს და ფაქტიურად არ ცხელდება, მადლობა Samsung-ის უახლესი ტიპის გაგრილების სისტემას. AnTuTu ტესტში მან 128826 ქულა აიღო, რის გამოც იგი ტესტში პირველ ადგილზეა. ტელეფონი Android სისტემაზე მუშაობს, რომლის ვერსიაც 6.01-ია. ინტერფეისი Samsung-ისთვის უკვე სტანდარტულია. TouchWiz-ი შემსუბუქებულია და უფრო დახვეწილი, რის შედეგად ინტერფეისი შეფერხების გარეშე მუშაობს. არის პატარა ცვლილებებიც. Notification panel-ი ახლა თეთრი ფერისაა და აიკონები უფრო ლამაზი. ასევე შეგიძლიათ მათი ფონის ჩართვა გამორთვა. Galaxy S7-ის ახალი ფუნქცია მისი Active Display-ია. დაბლოკილ რეჟიმზეც ეკრანზე გამოსახულია საათი, ელემენტი და თარიღი, ასევე თუ დროიმე გამოტოვებული ზარი და შეტყობინება. Samsung-ის თქმით, ის 1 საათის განმავლობაში ელემენტის 1%-ს ხარჯავს, ხოლო თუ თქვენ ეს არ მოგწონთ, ან უბრალოდ არ გჭირდებათ, მისი გამორთვა მარტივად შეგიძლიათ. ასევე თუ თქვენ სახლის ღილაკზე სამჯერ სწრაფად დააჭერთ, იგი დაგიპატარებთ ეკრანს და თქვენ მარტივად შეძლებთ ტელეფონით ერთი ხელით სარგებლობას. თითის ანაბერტის სენსორი ძალიან სწრაფად და კორექტულად მუშაობს, ხოლო მისი გააქტიურება ძალიან მარტივად ხდება. ტელეფონს აქვს 3000 მAh-იანი ელემენტი და როგორც Samsung-ი დაგვირდა, იგი 2 დღე იმუშავებს აქტიურ რეჟიმში. რა თქმა უნდა, გვაქვს ელემენტის დაზოგვის რეჟიმებიც, როგორიცაა Power Saving და Ultra Power Saving mode. მათი გააქტიურების შემდეგ ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა 2-ჯერ იზრდება. ასევე ტელეფონს გააჩნია wireless და fast charging-ი, რომლის საშუალებით 30 წუთში ტელეფონი 60%-მდე დაიტენება. რაც შეეხება S7 Edge-ს, მისი მონაცემები S7-ის იდენტურია. მისი დიზაინი მეორებს წინა წლის S6 Edge და Edge Plus-ის დიზაინს. დაიხვეწა პატარ-პატარა ელემენტებიც. მაგალითად, კამერა აღარაა ისეთი გამოწვეული корпуსიდან, როგორც წინა მოდელებზე იყო. იგი ასევე დამზადებულია შუშისა და მეტალისგან. მის მარჯვენა მხარეს განლაგებულია ჩართვის ღილაკი, მარცხენა მხარეს ხმის ამწევ-დამწევი ღილაკები. ქვემოთ არის ყურსასმენისა და microUSB შესაერთებლები, მიკროფონი და დინამიკი. ზედა მხარეს კი არის სიმბარათის და microSD მოთავსების სლოტები.
და მეორე მიკროფონი. უკან არის იგივე 12 მეგაპიქსელიანი ultra-pixel კამერა, ღამის განათება და heart rate სენსორი. წინ გვაქვს 5 მეგაპიქსელიანი კამერა, ყურის დინამიკი, სხვადასხვა სახის სენსორები და LED ნათურა. ასევე გვაქვს ორი სენსორული, back და menu ღილაკი და ფიზიკური სახლის ღილაკი, რომელშიც თითის ანაბეჭდი სენსორია ჩაშენებული. მისი ეკრანი ასევე დამზადებული AMOLED ტექნოლოგიით, მისი დიაგონალი 5.5 ინჩია, ხოლო გაფართოება Quad HD. ასევე ძირითადი განსხვავება მის edge ეკრანშია, რომელსაც საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს. მარჯვნიდან სვაიპით თქვენ გამოიძახებთ დამატებით edge screens, სადაც იქნება გამოტანილი თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, ახალი ამბები, ამინდის პროგნოზი, საყვარელი აპლიკაციები და სხვა. ასევე შეძლებთ დაამატოთ სხვადასხვა edge აპლიკაციები მასზე. რა თქმა უნდა, ამ ტელეფონშიც გვაქვს Active Display და სახლის ღილაკზე სამჯერ სწრაფი დაჭერით ეკრანის დაპატარავება შეგიძლიათ და ერთი ხელით სარგებლობა შემდეგ უფრო კომფორტული იქნება. კამერა ტელეფონში იგივეა, რაც S7-ში. მას ბევრი სხვადასხვა რეჟიმი აქვს და სურათის გადაღების ხარისხიც მაღალ დონეზეა. ელემენტი მას 3600 მAh აქვს და ეს მაჩვენებელი საკმაოდ კარგია ამ ტელეფონისთვის. ორივე ტელეფონი საკმაოდ ლამაზია და დახვეწილი. Samsung-ი დიდხანს მოუნდა იდეალური smartphone-ების შექმნას, მაგრამ წელს მათ ეს ნამდვილად შეძლეს და ჩემი აზრით, ორივე smartphone-ი საუკეთესო არსებულ ბაზარზე. ხოლო რაც შეეხება ტელეფონის კომპლექტაციებს, გეტყვით რომ ტელეფონებს რა თქმა უნდა მოყვება სატენი, რომელიც ადაპტირებულია სწრაფდატენვაზე, არის ჩვეულებრივი სატენი. რა თქმა უნდა, იქნება ასევე USB კაბელი, რომელიც როგორც გეკითხარით, არის ჩვეულებრივი micro USB. რა თქმა უნდა, აქვე იქნება SIM-ის ამოსაღები. იქნება ასევე ასეთი USB on the go შესაერთებელი, რისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენი ძველი ტელეფონი შეერთოთ ამ ორივე smartphone-ში და მთელი ინფორმაცია გადმოიტანოთ მასზე. და რა თქმა უნდა, ასევე იქნება ყურსასმენი საკმაოდ მაღალი ხარისხის. ასევე გაყიდვაში იქნება Samsung-ის ბრენდირებული кейსები, რა თქმა უნდა, S7 და S7 Edge-ისთვის. ხედავთ, რომ იქნება ესეთი ჩვეულებრივი პლასმასის кейსი. ასევე იქნება ესეთი ტყავის кейსი. S7 და S7 Edge-ისთვის რა თქმა უნდა, რომელზეც მოდით მაგალითთვის რომელზეც უბრალოდ აქ საათი დაიხატება და ჩემი აზრით საკმაოდ მოხერხებულია ამ შემთხვევაში. აქედან თქვენ შეძლებთ ზარის პასუხს, ხმის ამწვენ დაწევას და ასე შემდეგ. ასევე იქნება ესეთი flip cover-ი, რომელზეც გამოდის მთელი ინფორმაცია, ანუ საათი, დრო, თქვენ შეგიძლიათ აქედან რა თქმა უნდა უპასუხოთ ზარს, აქვე იქნება ელემენტის და ასე შემდეგ. საკმაოდ მოხერხებულია ჩემი აზრით. და რა თქმა უნდა, იქნება ყველასთვის საყვარელი S view cover-ი, საიდანაც თქვენ შეძლებთ სურათის გადაღებას ან ზარის პასუხს ასევე. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.